ახალციხის ციხის წინააღმდეგ ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში საქმე მოიგო. ჯუნა ნათენაძის არჩელი მოსამართლე გია ბერაიამ სრულად დააკმაყოფილა. პროცესი დღეს 18 თებერვალს გაიმართა. მოსარჩელემ მხარე გათავისუფლების შესახებ ახალციხის ციხის 216 ბრძანების ნაწილობრივ გაბათილებას ჯუნა ნათენაძის თანამდებობაზე აღდგენას, განაცდური დღეების ანაზღაურებასა და ყოველ გაცდენილ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.7% დამატებას ითხოვდა. მოსარჩელემ მხარის მტკიცებით საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად ჯუნა ნათენაძის შრომითი ხელშეკრულება უვადო სტატუსით სარგებლობდა, ამიტომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, როგორც ციხის იურისტმა ბარგნე გოგოლაძემ პროცესზე განმარტა, ჯუნა ნათენაძე მუზეუმში მუშაობდა, თუმცა ხელფას სიტყვიერი შეთანხმებისა და მათი კეთილი ნების საფუძველზე ახალციხის ციხე უხდიდა. დეკემბრის ბოლოს კი ჯუნა ნათენაძესა და მასთან ერთად კიდევ ერთ მეთვალყურეს ხელშეკრულება შეუწყდათ და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის კითხვაზე ყველაფერ ამას აკეთებდით კანონისმიერი საფუძვლის გარეშე, საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს. ციხის ადმინისტრაციამ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ციხის საკეთილდღეო და სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვისთვის ხდებოდა. მოსამართლის მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება ციხის ადმინისტრაცია უზენაეს სასამართლოში გეგმავს. ყოველ წელს არის და ყოველი თვის ბოლოს თითოეულ ჩვენთაგანს უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვისა და მე მინდა რომ არა აქ ახლა მნიშვნელობა იცით რა მე დავბრუნდებოდი თუ არა მე მინდოდა ეს პროცესი მომხდარიყო, იმიტომ რომ ყოფილიყო ყველასთვის მაგალითი, რომ შენი უფლებებისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლო. მაშინ როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა გრძელდება 30 თვის და მეტი ხნის ვადით და ამავდროულად 2013 წლის 12 ივნისს შევიდა კანონში ცვლილება, სადაც არის მითითებული, რომ თუ 5 წელზე ნაკლები ვადით არის ურთიერთობა, შრომითი ხელშეკრულების ურთიერთობა თუ გრძელდება და ამავდროულად 2013 წლის 12 ივნისიდან, ანუ ცვლილების ამოქმედების შემდგომ გასულია 2 წელი, უკვე შრომითი ხელშეკრულება მიუხედავად იმისა, რომ მიმდევრობით რამოდენიმეჯერ ვადიანი ხელშეკრულება ხდება, მაინც ჩაითვლება უვადო ხელშეკრულება. შრომის კოდექსში მითითებულია, რომ თუ არის იგივე შტატი, იგივე შტატზე უნდა აღდგეს, ან თუ არ არის ტოლფასი სამუშაოდ უნდა უზრუნველყოს. მუზეუმის პრობლემებთან დაკავშირებით იყო შედგა სამუშაო შეხვედრა და იქ დაფიქსირდა მუზეუმის პოზიცია, რომ დაფარადა ყველა ხარჯს მუზეუმი, რომელსაც დღეს მდგომარეობით ახალციხის ციხე უხდიდა და აქედან გამომდინარე ჩათვალა ციხის დირექტორმა მოვალეობის შემსრულებელმა, რომ დამდგარიყო ეს შედეგი და გაეუქმებინათ ხელშეკრულება. მე რაღაცა ეჭვმება მოსამართლეენ გადაწყვეტილება ყოფილიყო. აუცილებლად გავასაჩივრებ და დაველოდებით შედეგს.